მოგესალმებით მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია და მოდით ვნახოთ რა ელოდება 2026 წელს ვერძის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს. ვნახოთ აბა რა ელოდება ვერძების ნიშნებს 2026 წელს. წამყვანი არკანი ვერძებისათვის 2026 წელს, ფინანსების არკანი და პირადი სასიყვარულო ურთიერთობების არკანი 2026 წელს. წამყვანი არკანი გახლავთ ხმლების რაინდი, ძვირფასო ვერძის წარმომადგენლებო, ვერძის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებო. 2026 წელი თქვენთვის იქნება, რასაც ქვია, გადატენილი ძალიან ბევრი ინფორმაციებით, ძალიან ბევრი სწავლა მოგიწევთ, სადღაც ძალიან ბევრი ბრძოლაც შეიძლება მოგიწიოთ თქვენი კარგი მდგომარეობისთვის. მოდით ასე ვიტყვი, იმისათვის რომ უფრო კარგად ისწავლოთ და ითვისოთ რაღაც გარკვეული ინფორმაციები. ცოტა უხეში წელიწადი შეიძლება იყოს თქვენთვის, იმიტომ რომ ახსოვს იქნება პროვოკაციული ადამიანებით თქვენს ირგვლივ. კარგით, თუმცა მიუხედავად ამისა, იცოდეთ რომ თქვენი მთავარი ძალა 2026 წელს იქნება თქვენი ცოდნა და თქვენივე საკუთარი ინფორმირება. ვნახოთ ფინანსების კუთხით, კვერთხების ხუთიანი, აქაც შეიძლება მოგიწიოთ ბრძოლა თქვენი საკუთარი ადგილისთვის, მაგრამ ნახეთ, აქ როგორ ენერგიას ვხედავ ვერძებო. 2025 წელს იმისათვის, რომ თქვენი ფინანსები გაუმჯობესოთ, უნდა ისწავლოთ შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნება. და ნახეთ, არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, ან ვინმე ცუდად და არასასიამოვნოდ გამიგოს, მაგრამ ვერძებო, ეცადეთ რომ არავის არც დასცინოთ, არც შეურაცხყოფა მიაყენოთ და არც არაფერი ასეთი. მესმის საკმაოდ იმპულსური ნიშნები ხართ, მაგრამ რა თქმა უნდა, პირადი სივრცე დაიცავით, მე ამას არ ვამბობ, არ დაიცვათ მეთქი, პირიქით მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის პირადი სივრცის დაცვა, მაგრამ თუ თქვენ გახასიათებთ, ახლა გულვრცფელნი იყავით, არა ჩემთან, არა ვინმესთან, არამედ საკუთარ თავთან. თუ თქვენ გახასიათებთ ხოლმე ვიღაცის დაცინვა, ვიღაცის მიმართ შეურაცხყოფა და არ ვიცი რაღაც ზურგს უკან საუბრები და თუ თქვენ ზოგ ადამიანს ზემოდან უყურებთ ხოლმე, პირდაპირ გეტყვით, ამ შემთხვევაში ეცადეთ რომ იყოთ ამ კუთხით მაქსიმალურად ფრთხილები, იმიტომ რომ ფინანსების კუთხითაც იგრძნობა კრიზისის სასჯელის კუთხით და თითქოს მენტალურადაც რაღაც გარკვეული ასეთი სასჯელები შეიძლება იყოს თქვენს რეალობაში. ამიტომაც რა თქმა უნდა, თუ გახასიათებთ, ვისაც ეს გახასიათებთ, გულვრცფელნი იყავით საკუთარ თავთან, მოეშვით ასეთ რაღაცებს და ეცადეთ რომ იყოთ მეტად გულვრცფელი და ნაკლებად აწყენინოთ სხვის გრძნობებს, როდესაც ამას საჭიროება არ მოითხოვს. რაც შეეხება სასიყვარულო ურთიერთობებს, ხმლების სამიანი ამოვიდა, აქ გარკვეული წყვილების განშორება იგრძნობა, რაღაც გარკვეული გულისტკენაც შეიძლება იყოს სავსებით, მაგრამ ნახეთ, ხმლების სამიანი ასევე არის ის, რომ თქვენ რაღაც გარკვეული ილუზიებიდან შეძლებთ რომ გამოხვიდეთ. ვისაც ამ ეტაპზე არ ყავთ პარტნიორი, თქვენ სასიყვარულო ურთიერთობებს შეძლებთ რომ სულ სხვანაირი კუთხით, სხვანაირი თვალით შეხედოთ, სხვანაირად აღიქვათ, რაც თქვენს რეალობაზე საკმაოდ დადებითად იმოქმედებს. მოდით ვნახოთ ზოგადად რა ელოდება ვერძებს 2026 წელს. რამდენიმე არკანით ვნახოთ რა ელოდება ვერძებს. არკანი თასების რაინდი, საკმაოდ ბევრი ყურადღება წამოვა თქვენკენ, ძალიან ბევრი დაფასება იქნება თქვენი შრომისა, თქვენი ენერგიისა, ვისთვისაც ეს აქტუალური არის და თუ თქვენ პარტნიორი არ ყავთ სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით, აუცილებლად გეყოლებათ თუ არა ამის პოტენციალი, აუცილებლად გამოჩნდება თქვენს რეალობაში. კიდევ ერთი არკანით ვნახოთ რა გელოდებათ, არკანი კვერთხების ტულზე. 2026 წელი თქვენთვის ძვირფასო ვერძებო იქნება ახსავსე ახალი პოტენციალით, ახალი პერსპექტივით და ახალი შანსებით, მაგრამ ისევ და ისევ გავიმეორებ, ყველაფერი იქნება მაქსიმალურად სამართლიანი და მაქსიმალურად დამსახურებადი. მე არ ვამბობ იმას, რომ რომელიმე თქვენგანი ცუდი ადამიანი არის, ან ბოროტი არის, ან ისეთი არის, ან ისეთი არის, ხო, არავითარ შემთხვევაში, უბრალოდ ვისაც შინაგანად
გახასიათებთ რაღაც არ ვიცი სხვიზიან დაცინო ან რაღაც თუნდაც წვრილმანი ფოროტობები ასე ვთქვათ აქ ყველაფერი თქვენკენ მობრუნდება მაგრამ ასევე ყველაფერი მოქმედებს სხვანაირადაც ანუ გულისხმობ იმას რომ თუ თქვენ აქამდე იყავით ძალიან კარგი ადამიანი კარგი პიროვნება შრომობდით და ასე შემდეგ ნუ შრომა ავტომატურად კარგ ადამიანს არ ნიშნავს ხალხია მაგრამ უბრალოდ გულისხმობ ყველველი თქვენი ქცევები და ქმედებები იქნება ძალიან ნაყოფიერი 2026 წელს დაიმახსოვრეთ ეს და რასაც გაუშვებთ სამყაროში ზუსტად ის დაგიბრუნდებათ ორმაგი ძალით ამიტომაც იყავით მეტად გულწრფელი მეტად თბილი ადამიანების მიმართ მეტად დააფასეთ და რა თქმა უნდა პირადი სივრცე დაიცავით თუ საჭიროა უხეშად და ბოროტადაც თუ რა თქმა უნდა ამას საჭიროება მოითხოვს მე კი ამაზე გემშვიდობებით და ნახვამდის